ზოგადად ადამიანებს სასწაული გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია და ხარისხიანი მსჯელობა და კამათი. კომუნიკაცია ურთიერთობა და ერთმანეთის აზრების გაგება. როცა მსჯელობთ რაღაც საკითხზე, მით უმეტეს არამატერიალურ მეტაკატეგორიის საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მსოფლმხედველობებთან, ხო? აქ საჭირო არის მკაფიოდ განსაზღვროთ და ვიმსჯელოთ, საიდან გვაქვს ეს წუნებულება. იმიტომ რომ მსოფლმხედველობა და ამასთან დაკავშირებული საკითხები არ არის რაღაცა, რასაც ლაბორატორიაში მიიტან, ანალიზს ჩაუტარებ და გააკეთებ, ხო? ანუ მსოფლმხედველობრივი ანალიზები ხდება მსჯელობით, აწონ-დაწონით, ლოგიკით და ასე შემდეგ. ამას ვამბობ დასრულებისთვის, ხო, უკვე დასრულები რო ვართ, სხვანაირად უნდა ვილაპარაკოთ, ამის მსჯერა, იმის მსჯერა არა, ხო, რაღაცა ამას ახსნა განმარტება, ესე ვთქვათ, ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვი უნდა მოყვეს, რატო ფიქრობ ესე. მაგალითად, როცა ამბობ, რომ მე მჯერა, რომ ღმერთი არსებობს, ამაზე რაღაცა ლოგიკური მსჯელობა უკან უნდა გქონდეს, რატო გონია ესე, რა გაფიქრებინებს, ხო, ეს ერთგვარი ფილოსოფიური ნააზრევი უნდა იყოს, რა გაფიქრებინებს ამას. როცა ამბობ, რომ ღმერთი არ არსებობს და არ არსებულს ვერ დავამტკიცებ, აი გეკითხები, რომ რატო გონია, რომ არ არსებობს, რა გაფიქრებინებს იმას, რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თუ რამე რთული დასაცავი პოზიცია არის, რომ ღმერთი არ არსებობს. ამ სამყაროში ყველაფერი იმაზე მიგანიშნებს, რომ რაღაცა ამ მატერიის მიღმა არსებობს. ზოგადად ათეიზმს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. აზროვნებას, როგორც ათეიზმს, ვერ გცემს ნორმალურ პასუხს მორალთან დაკავშირებით. ანუ ათეისტი თუ ხარ, ფაქტობრივად შენი მორალური საფუძვლები რაც ემყარება, ვერ გაიგებ, არ უნდა გქონდეს წესით მორალი. ასევე ვერ გცემს ნორმალურ პასუხს გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მესმის, რომ ქრისტეს რო გაიგებს ხოლმე გარკვეული კატეგორია ადამიანების, ეგრევე კანკალი იწყება და ოღონდ ქრისტიანობა არა და ყველაფერი აბსოლუტურად ქრისტიანობა სიბნელეს ნიშნავს, მაგრამ რომ ვიმსჯელოთ, ხო, ანუ რაღაცა, ესე ვთქვათ, ვილაპარაკოთ, აი როგორც ფილოსოფოსები ლაპარაკობენ. აი მაგალითად რომ წაიკითხოთ პლატონის ნადიმი, ხო, იქ ნახავთ ფილოსოფოსები როგორ მსჯელობენ სიყვარულზე ამ შემთხვევაში და ლაპარაკი უნდა უბრალოდ ემოციებზე აყოლა, რომ მე ამის მსჯერა, არა, თუ უკვე დასრული რო ხარ, ხო, ჩვენ არ ვლაპარაკობთ 15 და 14 წლის ბავშვები, ხო, 30 წელზე მეტისები ვართ და ლაპარაკობთ და უკვე ამასაკში რო ხარ, სხვანაირად უნდა მოამწიფო გონება, რომ სხვა სიტყვებით, სხვა განმარტებებით, სხვა გონებრივი შესაძლებლობით ჩაწუდე საკითხს. ანუ ამას ჩაწუდები მაშინ, როცა სხვის მსგავს მსჯელობებს მოусმენ, რაღაცას სხვანაირად წაიკითხავ, მისცემ შენ თავს უფლებას, რომ საკითხები გაიაზრო სხვანაირად და დაუშვა რაღაცეები. დანავთვალს არ გაახელ, წინ რომ ოქრო დაგიდონ სულ, ვერ დაინახავ და იტყვი, რომ არ არსებობს ოქრო და არ არისო და აი ობიექტური მსჯელობაზე კაი არაფერი არ არის, გემრიელი არის, რომ აი არგუმენტებით, ნააზრევებით, ის კი არა რომ რაღაცა მიზანი იყოს, რომ ვინმე მოუგოს, ხო, არამედ შევაფასოთ, აბა ვიაზროვნოთ, აი ეს პროცესი, რომ მოდი ვიაზროვნოთ, აბა აქედან დავსვათ კითხვები, აქედან დავსვათ, ეს ძალიან სასიამოვნოა და საინტერესო არის. და როცა ესეთ საუბარში შედიხარ ვინმესთან, აუცილებლად ერთგვარად რაღაცა უნდა მოიმზადო. მით უმეტეს მაგალითად როცა რაღაც მეტაკატეგორიის და ფილოსოფიურ საკითხებზე მსოფლმხედველობის აზრს ვსაუბრობთ, იქ რაღაც სტანდარტი უნდა არსებობდეს და მაგალითად აზროვნებაში არის ესეთი სტანდარტი, არისტოტელეს ლოგიკის კანონები. როცა რომ ვსაუბრობთ ამ ლოგიკის კანონების ფარგლებში უნდა ვისაუბროთ, აი მაგალითად ერთდროულად დღე ვერ იქნება და ღამე ვერ იქნება, ანუ რასაც ამბობ არგუმენტს, თავის გამომრიცხავი არ უნდა იყოს და ასე შემდეგ და აი ესეთ მსჯელობაში რომ შედიხარ, საინტერესოა პირიქით აღმოაჩენ რა და თუ გვინდა რომ რაღაცას მართლა მივხვდეთ, აი ესეთი საუბრები, ემოცია ცოტა ოდნავ გვერდზე უნდა გადავდოთ, კაი, პირველი ემოცია მოვინელოთ, რაც იქნება და მერე გვერდზე უნდა გადავდოთ და უნდა დავიწყოთ ფიქრი, კარგი რამე არის ეს. მარტო ცუდიც მოაქვს ამას, მაგრამ მარტო ცუდი არა, კარგიც მოაქვს, რაღაცა აზროვნება, ცუდი რამე არ არის, კაი არის და უნდა ვიწყოთ. მე მაგალითად აი საერთოდ არ მქონდა ეს უნარჩვევები და ნელ-ნელა განმივითარდა. მე მახსოვს ძალიან ჭკვიანი მეგობრები მყავდა ბიჭები და რომ დაждდებოდნენ ლაპარაკობდნენ ხოლმე
არაფერი არ მესმოდა და ამაზე ძალიან დარდობდი და მე შევწყვიტე დარდი და დავიწყე გაუმჯობესება ამ უნარების ჩემის და დღეს მაგალითად სიამოვნებს, რომ უკვე შემიძლია რაღაცებზე ვიმშელო. და ეს ხდება სწავლა განათლებით, მოძიებით, მთელი რესურსების, გონების განვითარებისკენ მიმართვით. ამისთვის ეგ რო გააკეთო, უბრალოდ უნდა წაიკითხო რაღაცები, ისაუბრო შენზე ჭკვიან ადამიანებს, ესაუბრო, იმათი პერსპექტივიდან დაინახო და ნელ-ნელა ყალიბდება ესე გონება მოაზროვნე ადამიანის გონებად. და მოაზროვნე ადამიანს ბევრი კარიერა ეხსნება როგორც სულიერ სამყაროში, ასევე მატერიალურ სამყაროში.